დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად. პირველ რიგში სტუმრებს წარმოგიდგეთ და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვიტყვით თემას, რაზეც ვისაუბრებთ. გიორგი ქობალია, რეჟისორი, ამ შემთხვევაში კლიპის რეჟისორი და მარიამ ლიკლიკაძე მომღერალი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე მგონი ყველას ახსოვს GDS-ზე უნიკალური პროექტი იყო, თამამად შემიძლია ვთქვა, Georgian Dreamers. უნიკალური შანსს აძლევდა ახალგაზრდა დამწყებ მუსიკოსებს, რომ საკუთარი თავი წარმოეჩინათ. შემდეგ გამოვლინდა 8 გამარჯვებული და GDS-მა დადო პირობა, რომ მათ გადაუღებდა ძალიან მაღალ ხარისხიან ხასს, ამას მაღალი ხარისხის კლიპს. პირობა შესრულებულია. ჩვენს ეთერში უკვე იყო კლიპის პრეზენტაცია, დღეს მესამე კლიპის პრეზენტაციაც გვექნება, რომლის რეჟისორი არის გიორგი ქობალია და რომელსაც ასრულებს მარიამ ლიკლიკაძე. საინტერესოა, ბუნებრივია ამ კლიპს ჩვენ ნახავთ თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ მეც მაინტერესებს და ველოდები და ალბათ მაყურებელსაც, მაგრამ მანამდე სამუშაო პროცესი, რაც ყველას ყოველთვის ძალიან გვაინტერესებს, რა ხდება კულისებს მიღმა, რა ხდება კადრს მიღმა, ეს ყველაფერი უნდა მოგვიყვეთ. თავდაპირველად როგორ შეირჩა მოდი სიმღერა, აქედან დავიწყოთ და შემდეგ უკვე გადავიდეთ რეჟისორთანაც. სიმღერა არის ჩემი დაწერილი, ჩემი პირველი ნამუშევარი სერიოზულად ვთქვა, რაც მე ძალიან მიყვარს, რაღაც სილურჯეზე და რაღაც ფანტაზიებზე, ესე ვთქვა და რატომღაც რო გავიგე რომ იყო ეს პროექტი, ბევრი ჩემი კოლეგა იყო, არადამწყებ მომღერალი თქვა, უკვე გამოსვლელი მომღერლები და რომ მითხეს რომ ეს GDS-მა უნიკალური პროექტი დაიწყო და ხელოვან ხალხს აძლევს შანსს რეალურად მართლა ისეთი შანსია, სადაც სხვაგან შეიძლება არ გქონდეს. იმიტომ რომ ხელოვანი არ უნდა გაჩერდეს, ის უნდა იყოს შემოქმედებაში მუდმივად, თუნდაც ჩუმად, მაგრამ ოდესღაც გინდება რომ ეს გაუზიაროს სხვა ბუნებრივი რაღაცაა და ის ეტაპი იყო შენს ცხოვრებაში, როდესაც მივხვდი რომ უნდა გაუზიარო. ხო, მინდა რაღაც სხვა, ეგეთი რაღაცა მქონდა რა, კლიპი მინდოდა ძალიან რა. და მოკლედ წავედი ამერიკა მაკოგომართულმა რომ არ გინდა მონაწილეობა მიიღო და რატომღაც გავწყვიტე რომ ეს სიმღერა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი მეცნიერება. ანუ სიმღერის არჩევანში შეზღუდული არ იყავი. არა, შენ თვითონ შეგეძლო აგერჩია. შემდეგ უკვე დავუკავშირდი გიორგი ქობალიას. არა, ქობალიას დავუკავშირდი მას. როდესაც გაიმარჯვა მისმა პროექტმა, გადაწყდა რომ ვიღაცას უნდა გადაეყო და მე უკვე სამი რეჟისორი ვიყავით და თავიდან გადანაწილდა და გიორგი უსარო მოვედი, ეს ხდება 2 წლის შემდეგ, დამხვდა სულ სხვა სცენარი, რომელიც თავიდან ცოტა მეუცხოვა, მაგრამ აი მე ისე ახლოს მოვიდა, ჩემს მართლა რომ წააგავ ჩემს ისტორიას, აი აღნიშნეს ბევრმა რომ ეტყობა გიორგი მიგრძნა, იმიტომ რომ რაც ახლა ამ კლიპში ხდება, როგორც გიორგი მომიყვა, მე ჯერ არ მინახავს კლიპი. შენ უნდა ნახო ახლა ხო? ძალიან პრემიერა ყველას. ძალიან წააგოს, ეტყობა მაგრამ რაღაცა შეიგრძნო, რა ვიცი. რატო შეცვალე თავიდან რაღაც პავარიანში გამოწყობა? იმიტომ რომ მე რაც ვიგრძენი, მარიამს რაც ქონდა სიმღერაში, რა მიმართულებითაც მიდის, როგორი ემოციითაც მიდის, თვითონ კლიპის სიუჟეტიც რაღაც იმ იმაში იმ დრამატურგიით განავითარა. ხო და მე რაღაცნაირად ვეცადე რომ საპირისპირო განწყობა და საპირისპირო რაღაც ისტორია დამეჯახება, რაღაცა უკუსვლით გამიკეთებინა ის ემოცია, რაც მას უნდა და რომ რაღაც ყველაფერი ერთი იმით ესე ვიფიქრე. და მარიამა როგორ მიიღო ეს უცბად რადიკალური ცვლილება კლიპის შინაარსის, კლიპის ფორმის? აი, სალომე თავიდან მართლა მეუცხოვა, მე თქვი, აი მე რა ხდება, რაღაც სხვანაირად წარმოვადგინა, მაგრამ დავფიქრე მე როლი დაგწყდა ალბათ რაღაცაზე. სადღაც კი, მაგრამ იმდანად გიორგი მისარის სხვანაირ ენერგეტიკა ჩადლა, ძალიან ინტელექტუალური ხედვაა გიორგის და მე მივენდე მას და დღეს მართლა ვრავალ რომ მივენდე. როგორი იყო ერთობლივად მუშაობის პროცესი? შემდეგ უკვე პრინციპში გადაღების დროს. ისე ძალიან კომფორტულად ყველაფერი ღამის გათენება მოგიწია? ღამის გათენება რა თქმა უნდა მოგიწია, ხო, მაგრამ გადაღება ამის გარეშე მე მგონი არ არსებობს. ხო, გადაღება. ქართულ რეალობაში მე არ ვიცი. გადაღება არის. ძალიან კომფორტულად ვიმუშავეთ, რამოდენიმე დუბლში გადავიღეთ ყველაფერი. ალბათ იმაში რომ თავისუფლად იმუშაო, იმაში რომ რაც გინდა ის გამოგივიდეს, ძალიან გეხმარება GDS production-ი, თუნდაც ტექნიკური აღჭურვილობით, იმ ადამიანებით, ვინ შენ გჭირდება და შენ ფიქრობ მარტო პროდუქციასია, რეალურად აი ეს პროცესი ალბათ თუ ასე არის, მართლა, GDS-ის მხარდაჭერის გარეშე, ვერ გამოვიდოდა ის პროდუქტი, რაც არის, პლუს ამას, GDS production-ში მომუშავე შემოქმედებითი ჯგუფი. ამ იმაზე რა ქვია კლიპზე ვიტყოდი მხატვრებს ნინო დარასელია ნინო ლაფაში თქვენივე მხატვრები არიან შუადღის მხატვრები არიან რომლებიც ძალიან დამიდგნენ გვერდში და იქ იყო რომ თეატრის კულისებში სიტყვაზე გავაკეთეთ ქუჩა და გამოვიდა ძალიან საინტერესო ამ ყველაფერში აი ესეთ პატარ-პატარ რაღაცებში
ჯგუფის ხარდაჭერის გარეშე, ნუ პრინციპში არ გამოვიდოდა და ნუ მე ტექნიკური შესაძლებლობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მარიამ, სამომავლო გეგმებზე რო ვისაუბროთ კონკრეტულად თუ იცი შენი უახლოესი პერსპექტივები რა გაქვს? უკვე გადავედი მოღვაწე ყაზახეთში, იქ ცხოვრობ და ახლა მაქვს სოლო კონცერტი საპრეზიდენტო, აქედან მიყავს რამოდენიმე ქართველი შემსრულებელი და ასე მოვთქვათ, რომ მაქვს გრანდიოზული სოლო კონცერტი და მემზადებ. ძალიან დიდ წარმატებებს გისურვებ, დიდი მადლობა. ახლა მარიამ შენ შეგვიძლია დავემშვიდობოთ და ვნახოთ კლიპი. მაგრამ გიორგის ვიტოვებთ სტუდიაში და ჩვენ GDS-ის პროდაქშენის ასე ვთქვათ პოპულარიზაციას კვლავაც განვაგრძობთ. მათ შექმნილ პროდუქტებზე ვისაუბრებთ დაგველოდეთ. მე წავუძინებ და კლიპს მე გამოვხატე. To call your name